გზის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობა წარუმატებლად, თუმცა 30-მდე ადამიანის დაკავები დასრულდა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რაოდენობრივად გზა ვერ გადაკეტეს, რადიკალურ ქმედებებს მიმართეს. ნაწილი გზის სავალ ნაწილზე დაწვა, ნაწილი დაჯდა. ეს ახალგაზრდა და ქალი კი ჯერ ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა. შემდეგ საპატრულო პოლიციის მანქანაზე აძურა და სამართალდამცველებს არაერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად, თუმცა ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის კიდევ 20 მონაწილე, რომლებიც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კანონს და სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ და გზის სავალი ნაწილი არ გაათავისუფლეს. რუსთაველის გამზირზე კანონის დამრღვევ მომიტინგეებს სასჯელისათვის განწირული მსხვერპლი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით აქციის მონაწილეებს ის შიდა თუ გარე პატრონები წირავენ, რომლებიც კანონს საწინააღმდეგო ქმედებებს ახალისებენ. თავად კი კულისებში სხედან. პრემიერ-მინისტრი პირობასდებს, რომ უმცირესობა უმრავლესობაზე ვეღარ იძალადებს და ამას ახალი კანონი უზრუნველყოფს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოყავს სრული მობილიზაციის პირობებში 300 კაციც კი, ხო? ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია. ჩვენ ვერ მივცემთ 50 მოძალადეს იმის საშუალებას, რომ იძალადოს 3.700.000 ადამიანზე, ხო? ეს იყო კანონმდებლობის მიზანი. ეს არის რაც უნდათ გარედან დაამკვიდრონ, რომ აქ აპარტეიდი იყოს და უმცირესობამ უკარნახოს თავისინება უმრავლესობას. გუშინ ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის მძღოლს უძვრებოდა, რამდენადაც ვნახე მე ვიდეოში. ეს ადამიანი დღეს არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში სამარცხვინო სპექტაკლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებენ, აი შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადისი გააგმირეს და ერთი მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად შემდეგ მივიღეთ 10, აი ზუსტად ეს მოხდა გუშინ, ასეთი მსხვერპლები მათ სჭირდებათ, რომ მათ ჰქონდეთ შემდეგ დაფინანსება, ფული, თვითონ იდგნენ ტროტუარზე ნინო ლომჯარიასავით. აქციაზე ბიზარ მიმართულად კანონის დარღვევისათვის დაკავებულთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ნაწილი კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა. ახალგაზრდა ქალი კი, რომელიც პოლიციელის მანქანაზე აძურა, სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და მას 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.